თავისუფალი ტრიბუნა, სადაც ყველა ის კითხვა ისმება, რომელიც ხალხს აწუხებს და არა წინასწარ ჩაწერილი კითხვები. ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი პროექტს პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს. ტელეხიდი საქართველოს პრეზიდენტსა და მოსახლეობას შორის 6 საათზე დაიწყო და ამ ტუთებშიც გრძელდება. ქვეყნის პირველი პირი სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და ჟურნალისტების კითხვებს პირველი საინფორმაციო კავკასიური სტუდიიდან პასუხობს. მოწყობილობა დღეიდან ტელეკომპანიებს სწორედ ტელეხიდით დაიწყო. პირდაპირ ეთერის მიმდინარეობისას ხორციელდება პირდაპირი ჩართვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. კითხვები ძირითადად სოციალურ თემატიკას ეხება. საინფორმაციო ცენტრში 10,000-ზე მეტი შეკითხვა შევიდა. პროექტი პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს სოციალური თემატიკით დაიწყო. მოსახლეობის პირველი შეკითხვა საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას შეეხებოდა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს აინტერესებთ, როგორია მთავრობის გეგმები ინფლაციასთან მიმართებაში. პრეზიდენტი მოქალაქეებს პასუხობს, რომ ეს პრობლემა ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით სამომხმარებლო კალათაში საკვების პროდუქტების გაძვირება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. საქართველოს მთავრობა არ ფლობს და ისევ როგორც პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ფლობს ბერკეტებს ამ სახის ინფლაციის შეჩერების. ჩვენ 90-იან წლებში გვქონდა სხვა სახის ინფლაცია. გახსოვთ, რომ იყო ეროვნულ ბანკში ეს დაზგა, რომელიც ბეჭდავდა ფულს, იყო ჯერ კუპონები, კუპონიზაცია მოხდა, რომელიც გაოფასურა რუბლებში, რაც ქონდა ხალხს შენახული. მერე მოხდა ლარების შემოტანა, ლარებ და ლარსაც ხანდახან ბოლოტად სარგებლობდა ნამითი და ეროვნული ბანკი ბეჭდავდა ამ ვალუტას, განსაკუთრებით დვალიშვილის პერიოდში, ეს რა თქმა უნდა პირდაპირ მოდიოდა დაკვეთა სახელმწიფოდან და პრაქტიკულად ყველა ადამიანს ერთ დღეში ამოაცარეს ჯიბეში, რაც ქონდა, იყო ჰიპერინფლაცია. ასეთ ინფლაციას ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ გვაქვს კაცრი მონეტარული პოლიტიკა და არაფერი ისეთი არ ხდება საქართველოში, რაც ამას გამოიწვევდა და ამას ჩვენ კაცრად უყურებთ. ამიტომ ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში ვერ მოხდება. ჩვენ უნდა შევქმნათ ყველაფერი იმისათვის, რომ როცა სხვები ვითარდებიან, ჩვენ არ ჩამორჩეთ. მე არაერთხელ მithქვავს და ეს ეხება ჩვენ უსაფრთხოებასაც და ეს ეხება ჩვენ საკვებ უსაფრთხოებასაც. ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით წარმატებულები, რომ გადავრჩეთ. მოდით სიმართლეს შევხედოთ თვალებში. თუ სხვა ქვეყანას შეუძლია იყოს საშუალო, თქვა სადღაც აღმოსავლეთ ევროპის შუაში თუ ხარ იქ გარშემო ბევრი ისეთ მდიდარი ქვეყანა და დაცულად გრძნობ თავს, ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევის პირობებში, ჩვენი გეოპოლიტიკის პირობებში, ჩვენი გარშემო რისკების პირობებში თავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ვიყოთ განსაკუთრებით წარმატებულები, რომ გადავრჩეთ. პირდაპირ ეთერში პირველი შეკითხვები პრეზიდენტს მცხეთელებმა დაუწეს. სოფელ მისაქციელში მცხოვრებლების მთავარი პრობლემური საკითხი სასმელი წყლის რეაბილიტაცია და სოფლის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფა იყო. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეულობით სოფლში წყალი, გაზი და სკოლების მშენებლობა სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა. პრეზიდენტის განმარტებით მაქსიმუმ 2 წელიწადში კი ყველა სოფელს ექნება საჭირო ტექნიკური ინვენტარი. არის სოფლები, სადაც სოფლის პროგრამა არის შეფსრულებული 100%. არის საქართველოს ბევრი სოფელი, მე ვფიქრობ ასეთი არის მე-13-ზე მეტი, სადაც წყალი არის კარგად 100% უზრუნველყოფილი, სადაც სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე მათ მიუწვდებათ შედარებითი ფასებში ხელი, სადაც უკვე არის ამბულატორია, სადაც უკვე არის შეყვანილი გაზი, სადაც უკვე არის კარგი სკოლა და ზოგიერთი ისეთი კარგი სკოლა, რომ მე ყველანაირ ჩემ მოლოდის აჭარბებს და იქ უკვე სხვა პრობლემები შეიქმნება. ახლა გავხსნილი მაგათ გავაში ფილარმონიის ხელასოფლო სკოლა, მარტო გათბობა იმ სკოლის ჩდება თვეში ზამთრის სეზონზე სადღაც 20,000 ლარამდე, რაც რა თქმა უნდა დააწვება სოფელს და ქვეყნის ბიუჯეტს, მაგრამ ესაა განვითარებას მოყვება ასეთ შედეგები. საქართველოში ტრაქტორები ჩვენ სადღაც შემოვიყვანეთ ბოლო წლებში რამდენიმე 1000 ტრაქტორი, ჩვენ გვჭირდება 2000 ტრაქტორი, რომ საქართველოს მთლიანად გადაიბაროს. ანუ მხოლოდ ეხლა დავიდა სპეციალიზაცია. არის ტრაქტორები, რომელიც სპეციალური გუთნები ჭირდება, რაღაც ადგილების სახნავად არის ტრაქტორები, რომელიც სპეციალურად ვიწრო უნდა იყოს, იმიტომ ვენახში შევიდეს. იქ უკვე ახალი მოთხოვნები წარმოიქმნა, თუ გვინდა ინტენსიური სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით პროდუქტები, როცა ძვირდება, ისეთ სოფელი, როგორც მისაქციე, რომელიც თბილისთან ახლოს არის, ის იხეერებს ამ გაზდილი ფასებით. მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მეტი პროდუქტი. ხალხი ჩიოდა და საქართველოს პრეზიდენტი უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას 2012 წლისთვის ვარაუდობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, 2012 წელს საქართველოს უმუშევრობის დაძლევის თვალსაზრისით გარღვევა ექნება. მისივე თქმით, 2010 წელს უმუშევრობის სტატისტიკური მაჩვენებელი პირველად შემცირდა. პრეზიდენტის თქმით, უმუშევრობის შემცირებისთვის საქართველოში 3 სფეროს განვითარებაა საჭირო. სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით საქართველოს დასაქმების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის. მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ მოყავდეს 5 მილიონი ტურისტი, უფრო მეტი ვიდრე ყავს დღეს ბულგარეთში. ეს არის რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად, სასტუმროში თითო ტურისტი ჭირდება დაახლოებით 4 თანამშრომელი სასტუმროში და მომარაგებელი, თქვათ, ამ სასტუმროების სხვადასხვა დაწესებულების. ერთ სიტყვით, რეალურად, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი რამდენიმესაც მუშაობს. რეალურად შეიძლება სერიოზული დეფიციტი წარმოგვექნოს ამ სფეროში დასაქმებულს. ეს ერთი საკითხი.
და ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ სერიოზულად და წელს დავიწყებთ უბრალოდ ჩარშან, მაგრამ წელს გაგრძელდება და მომავალ წელს მიიღებს ეს ძალიან დიდი ფრონტს მასობრივად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ეს არის პროექტი ხუდონის, რომელიც ახლა კონტრაქტის საბოლოო სტადიაზეა და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი დაწყება. ეს არის დაახლოებით 650 მეგავატიანი, მაგრამ ნამდვილად დავიწყებთ ნესკრას, ეს არის 250 მეგავატი. დიდი ალბათობით ამ ვადებში დავიწყებთ ნამახვანს, ეს არის დაახლოებით 450 მეგავატი. ხრამი 100 მეგავატი, ახალი შემადგენელი და კომპონენტები ამ ხრამის, ახალი სიმძლავრეები და ასევე თუ ფარავარხესი, მტკვარ-ხესი რომელიც შენდება, ეს ყველაფერი არის ჩემი ვარაუდით დამატებით 20-30 დასაქმებული მარტო ამ სფეროში. ამის გარდა ჩვენ ვაგზავნებთ გზების მშენებლობას. ტურიზმის თემა კიდევ ერთხელ უკვე ბათუმში გაჟღერდა. ხულოში მცხოვრებმა პედაგოგმა პრეზიდენტ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ჰკითხა. მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ხულოსა და შუახევში ტურიზმის განვითარების დიდი შანსი არსებობს, რაც ადგილობრივებს მისცემთ შანსს დასაქმდნენ და იცხოვრენ უკეთეს პირობებში. პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე ახალ მშენებლობებზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ აქ მეტი ბრენდი შენდება ვიდრე მოსკოვში. ყველა ძირითადი სასტუმრო ცნობილი ბრენდია, რიც-კალტონი, რედისონი, შერატონი, კემპინსკი და ყველა სხვა ახლა ნოვოტელი, W, არ ვიცი კიდე შემოდის ასევე ხილტონი თავდება მომავალ წელს, ჰაიატი შემოდის, ინტერკონტინენტალი, რიქსოსი. ეს ამდენი ბრენდი მოსკოვში არ არის. ყველა ეს ბრენდი და მე არ ვიცი არც ერთი ქალაქი ბათუმის ზომის ევროპაში, სადაც ამდენი ესეთი ბრენდი არის ერთად შეკრებილი, თუ არ ჩავთ ალბათ ძალიან ისეთ კურორტულ ადგილებს ესპანეთის სამხრეთში. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აშენებს ჩვენი ხალხი. და მათ შორის მთიდან ჩამოსული ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან შრომელი და ძალიან მოყაითია, მაგრამ თავარი ახლა იქ უნდა იყოს გზის მიყვანა, ჩვენ აი ეს ბოლო რაც მივიღეთ კრედიტი, ხულომდე გზა მიყვანილია, მაგრამ ხულოში მაინც შეება გარკვეულწილად ჩიხად. ეს კრედიტი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, ამ კრედიტი კი არა, დახმარება ეს პრაქტიკულად უსასყიდლოა ამერიკელებისგან, მილენიუმის დახმარება. ამის თავარი ჩვენი წინადადება, რომ ეს დავხარჯოთ სწორედ იმ გზაზე, რომელიც შეერთებს გოდერის უღელტეხილზე ხულოს, ესე იგი დანარჩენ აჭარას, სამცხე-ჯავახეთთან. თავის მხრივ სხვა შორის სომხებს მოყავთ გზა ავტობანი საზღვართან, საზღვარი უნდა იყოს ამაზე ვლაპარაკობთ, რომ სომხეთის პრეზიდენტი სწრაფად გამოვიდა, ჩვენ მხრიდან უკვე არის მათი მხრიდან არის პრობლემები. და ეს გამოიწვევს ტურისტების ძალიან დიდ რაოდენობას თურქეთიდან, სომხეთიდან, სომხეთის გავლით ირანიდან, რომელიც გამო ამ გზაზე ეს აღარ იქნება ჩიხი და მათ შორის ეს სათხილამურო კურორტი. სათხილამურო კურორტი ჩემი ახირება კი არ არის და ის რომ მე სიამოვნებს თხილამურებზე დგომამ. სიამოვნებს, მაგრამ ხა არა ვარ არც ალბერტო ტომბა და არც თუნდაც კობა ფხაკაძე. მე უბრალოდ სიამოვნებს იმის გამო, რომ ეს ასევე ჩემთვის იქ სადაც არის სათხილამურო ტურიზმი, ესა იმდენად მაღალშემოსავლიანი ტურიზმია, რომ მე არ მინახავს ევროპაში ღარიბი ადგილები, ღარიბი ხალხით დასახლებული ესეთი ადგილები. ესე იგი ჩვენთანაც ეს შესაძლებელია. ჩვენთან უფრო დიდხანს არის თოვლი, ახლა ძნელი ამ გვალვის პირობებში ეს თქვა, მაგრამ გუშინ აჭარაში კარგი თოვლი ნახე, ჩვენთან უფრო კარგი კლიმატური პირობებია. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბათუმიდან გაჟღერდა, საბაჟო სისტემა შეეხებოდა. ადგილობრივი მცირე მეწარმის შეკითხვა საგადასახადო სფეროს უკავშირდებოდა. პრეზიდენტმა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბაჟო სფეროში ურთიერთობა კიდევ უფრო დაიხვეწება და მიმოსვლა გამარტივდება. ჩვენ ახლა სარფის ახალ საბაჟოს ხსნით, სარფის ახალი საბაჟო ძალიან მაგარი იქნება, ესეთი ავანგარდისტული ჩოდას შეხედავს, მაგრამ რასაუბრე ფუნქციონალურად კარგად არის გაკეთებული. თურქეთს მოველაპარაკეთ, რომ ბევრად უფრო გამომარტივოთ გადასვლა ამ საბაჟოზე, პრაქტიკულად გავაერთიანეთ ჩვენი კომპიუტერული სისტემები და ამიტომ ძალიან ადვილი იქნება მე იქიდან მხრიდანაც და აქედან მხრიდანაც განუსვა, როგორც ეს იქიდან იყო ხოლმე პრობლემები. გუშინ გავხსნილი გეზი, იცით ეს ადლიაში და ეს მუდმივად გამბეჟებება კატასტროფული პრობლემა და ახლა პრაქტიკულად ეს არის 1 საათზე ნაკლები პროცედურა 7-9 წუთი ხდება ხოლმე ყველაზე უფრო ხშირად. მაგრამ არის ხალხი, ვინც მართლა დღეში 100 ჯერ გადადის, გადმოდის, ტაცაცმელიც გადმოაქვს და ამას ყიდის ახლა. მე ძალიან კარგად მესმის იმ ქალბატონების და მათი ოჯახების, ვინც ამას აკეთებენ. მათ აყავთ შვილები, გამოსაყვები, მათ ყავთ ოჯახების შესანახი, ეს ხალხი ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ უხარია საზღვრის წინ და უკვე გადარკვეთა დღეში 100 ჯერ. მაგრამ ისინი რაცაც ისინი აკეთებენ, ცალკე აღებული შეიძლება ფიქრობთ ერთი ადამიანი რაზიანი მოაქვს, ეს არის ბიზნესი. ამით ის ანგრევს ვიღაც ხვის ბიზნესს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 100 დოლარიანი პენსიის დაპირება არ დავიწყებია და მისი შესრულების პირობას იძლევა. მიუხედავად ოკუპაციისა და მსოფლიო კრიზისისა, ხელისუფლება 100 დოლარიანი პენსიის პაკეტის პირობას აუცილებლად შეასრულებს.
ამის გარდა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 157 ლარამდე გაიზრდება საარსებო მინიმუმი და პარალელურად გაიზრდება სიღარიბის შემწეობაც.